4 ოქტომბრის მოვლენებზე დღეს კიდევ რამდენიმე პროცესია ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში. 64 დაკავებულიდან კიდევ 2 ჯგუფად გამოყოფილი პირების წინა სასამართლოს ხდომები უკვე დაიწყო. დარჩენილი 2 ჯგუფის ხდომა კი რამდენიმე საათში გაიმართება. სასამართლომ უნდა გადახედოს აღკვეთის ღონისძიების ზომას, ანუ დღეს გადაწყდება დარჩებიან თუ არა ისინი ისევ პატიმრობაში. 4 ოქტომბრის აქციის გამო ბრალდებულებს შორის არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ყოფილი პოლიციელები, ექიმები, სტუდენტები, მეცნიერები, ხელოვანები, ხელოსნები, ტაქსის მძღოლები. მათ ძირითადად სამ მუხლს ედავებიან, პოლიტიკოსების შემთხვევაში კი ბრალი ყველაზე მძიმეა. ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება ვრცლად დღეს დაგეგმილი პროცესების შესახებ. 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული დარჩენილი 54 პირის სასამართლოს ხდომა დღეს გაიმართება. წინა სასამართლოს ხდომებს 13 პირიან საქმეზე უხელმძღვანელებს მოსამართლე ნატო ხუჯაძე, ხოლო 14 პირიან საქმეზე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი. სწორედ ამ მოსამართლებმა უნდა გადაწყვიტონ დღევანდელ წინა სასამართლოს ხდომაზე ამ ადამიანების აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი, დატოვებენ თუ არა მათ პატიმრობაში. ადვოკატების უმრავლესობის მდგომობა იქნება მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, რადგან უთითებენ, რომ არ არსებობს ის ფორმალური სამართლებრივი საფუძვლები მათი პატიმრობაში დასატოვებლად, რაზეც პროკურატურა უთითებს. ასევე ადვოკატები მოითხოვენ ამ საქმის სამართალწარმოების შეწყვეტას საერთოდ და მისი არსებითად განსახილველად გადაცემას არ დაუჭერენ მხარს, თუმცა ასევე ადვოკატები აცხადებენ ჩვენთან საუბრისას, რომ გუშინდელი საქმის შემდგომ, რომელიც პრეცედენტული იყო ამავე საქმეების მოლოდინი, რომ მათ რომელიმე შუამდგომობას სასამართლო გაიზიარებს და დააკმაყოფილებს არ აქვთ, პირიქით ისინი ვარაუდობენ, რომ ამჯერადაც სასამართლო სრულად გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლების პოზიციას და სრულად დაუჭერს მათ შუამდგომობებს მხარს. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ აღკვეთი ღონისძიება უნდა შეიცვალოს აღნიშნული პირები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოდ არიან, პატიმრობაში უნდა განთავისუფლდნენ და მეორე, ამ შემთხვევაში ვიდეო მასალები, რომელიც არის წარმოდგენილი და ასე სხვა მტკიცებულებები, რომელიც მემართება უშუალოდ ჩემი დაცვის პირის ალექსანდრე ჩილაჩავის მიმართებაში, ამ ვიდეო მასალაში და მტკიცებულებებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალექსანდრე ჩილაჩავა მონაწილეობას იღებს ძალადობრივ ქმედებაში, ან ამ შემთხვევაში თქოს და მას ცდილობა ჰქონდა, რომ შეჭრილიყო პრეზიდენტის სასახლეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია, როდესაც პროკურორი მოითხოვს არსებითად განსახილველად გადაცემაში, იქნება ის, რომ შეწყდეს ეს ხელსამართლის საქმე. ჩვენ რაც გვაქვს წარდგენილი მტკიცებულებებით, კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ სასამართლოს, რომ უნდა შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიება და ორივე პიროვნება უნდა დაუბრუნდეს იმ მტკიცებულებათა ერთობლივებით, რომელიც ბრალდების მხარის მიერ არის წარდგენილი, რომ ორივე მხარეს მიმართ უნდა იქნას გამოყენებული შედარებით მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება, როგორიც არის გირაო. პირველ რიგში მშობლურთ იმაზე, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა აღარ იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი თავისი ფეხით მივიდა პოლიციის შენობაში, არ ემალებოდა გამოძიებას და კანონით გაწერილი რისკები ზოგადად სახეზე არ გვაქვს. დანარჩენსაც შეეხება მოლოდინი მაქვს იმის, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში ჩვენი შუამდგომობის დაკმაყოფილების დროს გაგვაოცებს ყველას და მოუხსნიან სანქციებს. რაც შეეხება იმას, რომ მათი მხრიდან რაიმე მოქმედებას ჰქონდა ადგილი ძალადობრივს ან და შტუმს პრეზიდენტის სასახლეზე, აღნიშნულს არ ვადასტურებ, იქიდან გამომდინარე, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ არსებობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში არც ვიდეო ჩანაწერი, არც სხვა რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რაც რეალურად, ობიექტურად ასახავდა ისეთ გარემოებებს, რაც დაგარწმუნებდათ თქვენს და საზოგადოებასაც ჩემი დაცვის ყოფების დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებაში. დავაყენებთ რა თქმა უნდა გირაოს შუამდგომლობას, მაგრამ აღნიშნულ სასამართლო არ გაითვალისწინებს, რადგან აქ უკვე პრაქტიკა არის, რომ პოლიტიკურ საქმეებზე მნიშვნელობა არ აქვს დაცვის მხარე რა შუამდგომლობას დააყენებს, ამიტომაც ალბათ დიდი ალბათობით ამ ადამიანებს დატოვებენ ისევ პატიმრობაში, ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ არავითარი დანაშაული და მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს სისტემა ასამართლებს სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც წფელი გულით იყვნენ გამოსულები და უკეთესი მომავლისთვის. უკვე მეორე დღეა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლოს ხდომები იმართება 64 პირის საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც 4 ოქტომბრის მოვლენების გარშემო არიან დაკავებულები, მათ სახელმწიფო ბრალდება სხვადასხვა მძიმე მუხლს ედავება, ზოგიერთ მათგანს სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის პიკეტირების მცდელობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ან მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ. ყველა
ადამიანს სხვადასხვა ბრალდება აქვს წარდგენილი. დღეს ადვოკატები მოითხოვენ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. 27 პირის პროცესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც გითხარით, 13 და 14 პირიან ჯგუფებად არიან ისინი დაყოფილები, ხოლო დღეს 3 საათზე კიდევ 2 ჯგუფის პროცესი უნდა გაიმართოს და აქაც როგორც დილის პროცესზე უნდა იმსჯელოს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე და ასევე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხზე.